მოგესალმები მეგობრებო, მე ვარ გიორგი ხინგავა, ვარ სმენდა დაქვეითებული. სმენის აპარატი მიკეთია. გრამატიკა ნელ-ნელა ვსწავლობ, როგორც ყოველთვის. მოკლედ მე მინდა თემაზე ვისაუბროთ, მიხეილ სააკაშვილის თემასთან დაკავშირებით მინდა ვისაუბროთ. და ეს იქნება სერიოზული თემის საუბარი და აუცილებლად მომისმინეთ და აუცილებლად უყურეთ ჩემს ვიდეო, რასაც ეხლა განმარტავთ. მოკლედ მიხეილ სააკაშვილის სიმბოლო ციფრი 3, როგორც იცით, ადრე რო ვიმჩიელეთ და ახლავე აგიხსნის სიმბოლო ციფრი 3. რა არის ციფრის, რა არის სიმბოლო ციფრი 3? ახლავე გაჩვენებ და განიშნებს რა არის ციფრის სიმბოლო 3. მიხეილ სააკაშვილის სახელი გვარი სააკაშვილი მიხეილი. და ამიტომ ეხლა მე ისე გაჩვენებ, რომ 3 დავაწერო სიმბოლიკას. ანუ ისე დავაფარო აი ესე 3 გავშალო ისე და ჩვეულებრივად როგორც სახელი გვარი. ესე იგი რა არის 3? თქვენ იცით, რომ ვარდების რევოლუცია თარიღი შეგიძლია ვიდეო ნახოთ ვარდების რევოლუციის თარიღი. და სწორედ აი ეს არის პროგრამა მინიჭებული, რაც ციფრის სიმბოლო 3-ია. აი ესე. ზურაბ ჯვანიას სიზმაში ნახე და მითხრეს, რომ იქ სადაც იყო საბურთალოში ნომერი 53. და იმ შენობაში მიჩვენებდა სიზმარი და იმ ციფრის ნომერი ახლო და მიჩვენებდა. და პირდაპირ მეუნება 3. 3-ჯერ მეუნება 3. სულ ხო და ეს სიზმარი რო ვიხილეთ, სულ მაინტერესებდა რას ნიშნავს ეს 3, რა დატვირთ ვარ, წარმოდგენაც არ მქონდა. და ამის დროს რამდენიმე დღის თვეები რა, სულ მაინტერესებდა რა დატვირთვა აქვს სიმბოლო 3. და უცებ ჩემმა თვალებმა დამანახა მიხეილ სააკაშვილის სიმბოლიკა დავინახე თუ არა, აქედან იშიფრებოდა სიმბოლო 3. როგორც გაჩვენეთ სიმბოლო მიხეილ სააკაშვილი. და ზურაბ ჯვანია ზუსტად ეს მანიშნებდა ციფრის 3 და ანუ მაინტერესებდა ვინ მოკლა ზურაბ ჯვანია და როცა ზურაბ ჯვანიას გარკვევით ვსტილობდი და ისე მოხდა, რომ სიზმარი ვიხილე და ზურაბ ჯვანია მანიშნებდა. სწორედ აქედან მოვიპოვე და გავშიფრე და დავიჭირე ეს მომენტი. და გაოცებული ვიყავი, რომ მიხეილ სააკაშვილის სახელი და გვარი რო დავინახე, პირდაპირ სიმბოლიკა ციფრის 3. და აი მაშინვე მიხვდი და გამინათდა გონება.
კიდევ ერთი ფაქტი გაჩვენოთ. თქვენ იცით, რომ მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ჩამოვიდა 2021 წელი. ტელევიზორი გაშუქებულია და იქ არის დოკუმენტური მიხეილ სააკაშვილი რომ ჩამოვიდა თბილისში იმ ტერიტორიაზე, სადაც იმყოფებოდა იმ შენობაში. მისამართზე ერწოს ქუჩა ნომერი 3, ანუ ნომერი ბინა. და იქ იყო მიხეილ სააკაშვილი. პირდაპირ სიმბოლიკა 3. ტელეფონი ჩაირთო. მისამართი, სანზონის რაიონი, ქვიშხეთის ქუჩა 2 ნომერი. საქართველოში ჩამოსვლიდან მესამე დღეს საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა აი ამ კორპუსში დღის პირველ 2 საათზე უკრაინის ნომერზე რეგისტრირებული მობილური ტელეფონი ჩართო. გააზრებულად ჩართული ტელეფონის სიგნალი მალევე დაიჭირეს ძალოვანმა სტრუქტურებმა, რის შემდეგაც მიხეილ სააკაშვილის დაკავების ეგრეთ წოდებული სპეცოპერაცია დაიწყო. ელგუჯა ცომაიას წინააღმდეგ გომელაურის უწყებაში დაწერილი ოპერატიული ცნობა თითქოს მას ცეცხლსასროლი იარაღი ჰქონდა კიდევ ერთი ფაქტი მაგაზე მეტი კიდეს არის არსებობს რაღაცები ფაქტი და ეხლა გამახსენდა რომ მეთქვა. კიდევ ერთი ფაქტი მიხეილ სააკაშვილი ძველი ვიდეო არის გადაღებული სრულ შემთხვევაში თუ ნახე და აქ კარგად ჩანს როგორ როლს ასრულებს მიხეილ სააკაშვილი. სანამ რაღაცას ვიტყვი, როდესაც ვიტყვი და მე შემდეგი ნახავთ ვიდეოზე. ესე იგი რა გააკეთა მიხეილ სააკაშვილი. ეს მიხეილ სააკაშვილი დაიწყო ჟურნალის წაკითხვა. და სანამ ჟურნალის წაიკითხავდა, შემდეგ გადაშლიდა რა. და აი იმ მომენტში, როდესაც ფურცელზე ვარდება რა. და სწორედ იქ კუთხეში საიდანაც არის ნაჩვენების ციფრი სიმბოლო 3. უკვე გასაგებია რას ნიშნავს ეს და რატომ არის ეს ციფრი 3. სწორედ ეს არის მიხეილ სააკაშვილის ტვირთვის სიმბოლიკა. თქვენ უკვე იხილეთ, გაჩვენეთ ეს ფაქტი და იცოდეთ რომ მიხეილ სააკაშვილი მოკლეს ზურაბი ჟვანია. ამას ხმამაღლად ვამბობთ, იმდენჯერ ჩავიწერე ვიდეოს, საიდან არ ვიცი, რამდენი მაქვს ჩაწერილი და იმდენჯერ ვამბობ და მინდა იცოდეთ, რომ ეს იყო მიხეილ სააკაშვილი ჩადენილი, რომელიც მოკლა ზურაბი ჟვანია. პირდაპირ კვალი არის სიმბოლიკა ციფრი 3. მოკლედ მე დავასრულე ლაპარაკი და ხალხო, ნუ ენდობი მიხეილ სააკაშვილი. ეს არის ვაშლის ნაყოფი, რომელიც გატყუებდა
აბსოლუტურად გატყუებენ და ჩვეულებრივი მასტუნებელია და თავს დაგაჯერებენ ყველაფერი პირდაპირ. ახლა მე ფარდა ავხადე და გაჩვენე ფაქტი და დიახ მიხეილ სააკაშვილი მოკლეს ზურაბი ჯვანია.